ალტე უნივერსიტეტისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი 5-დღიანი საერთაშორისო სტუდენტური ბანაკი თელავში ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება. პროგრამა აერთიანებს ქართველ და უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც თანამედროვე აგროტექნოლოგიებით ინტერესდებიან. პროექტში ჩართულია ფერმერთა ასოციაცია, შვედეთის აგრარული უნივერსიტეტი და მონპელიეს უნივერსიტეტი. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შედგა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა და ამ პროექტს თავისი კონკრეტული შედეგები აქვს, რომელიც გამოიხატება სასწავლო ახალი პროგრამების და ახალი კურსების შექმნაში და მათ შორის ეს პრაქტიკული ღონისძიება, რომელიც სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონკრეტულად ერთკვირიანი აქტივობა დაიგეგმა აგროტექნოლოგიების კონტექსტში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით და ვთვლით, რომ ამგვარი ინოვაციური პროექტები ძალიან წაადგება როგორც სამომავლო თანამშრომლობის კვლევის კონტექსტში, ასევე სასწავლო აქტივობების გაძლიერების კონტექსტშიც. ამ ტიპის ახალი ცოდნის ინტეგრირება აუცილებლად უნდა მოხდეს უნივერსიტეტებში, სხვადასხვა ფაკულტეტებზე, რადგან ხელოვნური ინტელექტი და ინჟინერია ყველა სფეროში საგრძნობლად აჩქარებს განვითარებას. სტუდენტებმა ფეხი უნდა აუწყონ ტექნოლოგიურ პროგრესს. ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ეკონომიკურად დაწინაურდა, ინვესტიცია სწორედ განათლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებში ჩადო. ბანაკისთვის შერჩევის პროცესი სრულიად გამჭვირვალე იყო და შეფასების ძირითადი კრიტერიუმები მოიცავდა კანდიდატების დარგობრივ შესაბამისობას თემატიკასთან, კომპიუტერულ უნარებსა და მათ მიერ წარმოდგენილ სამოტივაციო წერილებთან. საბოლოოდ ბანაკი ჯამში 10 უნივერსიტეტის 42 სტუდენტით დაკომპლექტდა. პროექტის მონაწილეები უზრუნველყოფილები იყვნენ ტრანსპორტირებით, განთავსებითა და კვებით. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კი ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა. საგანმანათლებლო პროგრამებში ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთი ძლიერი მიმართულებაა, მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენ უნივერსიტეტისთვის, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სტუდენტებისთვის პროგრამებში დაინტეგრირდეს ის სასწავლო კურსები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ ცნობიერებას, უნარებს და შესაძლებლობებს, რომ საომავლოდ ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო მეტი შედეგი დადონ თავიანთ პრაქტიკულ მოღვაწეობის დროს. კემპის პარკლებში მსმენელებს ჩაეტარდათ ლექციები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება, როგორც შეიძლება აგრომიმართულებით, ასევე მონაცემთა დამუშავება, მონაცემების შეგროვება და რეალურ პროექტებში ინტეგრირება. აღნიშნული კურსები გვაქვს ინტეგრირებული ალტე უნივერსიტეტშიც, რომელიც არის ასევე არჩევითი საგნების სახით კურიკულუმში და გვეხმარება, რომ სტუდენტებს მიცეთ უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა ამ მიმართულებით, AI-ის და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით. ბანაკის ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ თანამედროვე აგროტექნოლოგიურ მიდგომებს, მათ შორის დრონებისა და მიკროკონტროლერების გამოყენება სოფლის მეურნეობაში. ძირითადი თემები იყო დრონების მართვა, ბიოინფორმატიკა, გამოყენებითი აგროტექნოლოგიები და დიგიტალური მეღვინეობა. ინტენსიურმა 5-დღიანმა სამუშაო ფორმატმა გააერთიანა ლექციები, პრაქტიკული სესიები და გუნდური პროექტები, რომლებსაც ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები უწყობოდნენ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თავად ემუშავათ ინოვაციურ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებზე და მიიღოთ უახლესი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება IT, ინჟინერია და სოფლის მეურნეობა ერთიან სისტემად იქცეს. ბანაკში გავიარეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები აგროსფეროში. ვისწავლეთ დრონების ოპერირება და მათი სხვადასხვა მიმართულებით გამოყენება, როგორ ვიპოვოთ მცენარეები, რომლებსაც დაზიანება აქვთ, ან რაიმე დაავადება ჭირთ. ასევე ვისწავლეთ, როგორ მოვახდინოთ ავტომატიზაციას, ათბურების. გავიცანეთ ბევრი საინტერესო ხალხი, მიმიღეთ საინტერესო გამოცდილება და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი აგრონომიის სფეროს სტუდენტი ჩართულიყო ამ საქმეში. IT-ის სპეციალობას ვსწავლობ და თანამედროვე ტექნოლოგიები მაინტერესებს. უზბეკეთში შედარებით ნაკლებადაა განვითარებული ტექნოლოგიური ინჟინერია. ამიტომ ჩემთვის აქ ცოდნის გაღრმავება კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა. ამას გარდა ბანაკში ახალი მეგობრები შევიძინე, რომლებთანაც ბევრი საერთო ინტერესი გამოვნახე. ამ პროექტმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. ალტე უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს სტუდენტებისთვის სხვადასხვა საინტერესო ინოვაციური პროექტების შეთავაზებასა და ორგანიზებას, რადგან მსგავსი შესაძლებლობები არა მხოლოდ პროფესიული გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის პლატფორმას, სადაც საერთაშორისო ცოდნა, ადგილობრივი კონტექსტი და სტუდენტების ინოვაციური იდეები ერთიანდება. ბანაკი დღეს 12 დეკემბერს ფინალური პროექტების წარდგენით დასრულდება.